მოგესალმებით, მე ვარ დალი ვასაძე, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში გიზიარებთ ერთ თავს ჩემი წიგნიდან შენ ჩემი სარკე ხარ. სარკეში ჩახედვისას თითქოს ვიცით რას ვხედავთ. სახის ნაკვთებს, გამომეტყველებას, მიმიკას, მაგრამ ფსიქოთერაპიაში სარკე გაცილებით მეტია, ვიდრე საგანი. ის სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვიღებთ საკუთარ თავს, როგორ ვხედავთ სხვებში ჩვენს ანარეგლს და როგორ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეხვდეთ იმ ნაწილებს, რომლებსაც სათხაც შორს სიბნელეში ვმალავთ. წიგნი შენ ჩემი სარკე ხარ შექმნილია როგორც ფსიქოთერაპიული გზამკვლევი, რომელიც მეტაფორული ისტორიების მეშვეობით გაძლევს შესაძლებლობას შეხვდეს საკუთარ შინაგან სამყაროს. ეს წიგნი ემოციური და სუბიექტური გზაა, გამოძიება, დაკვირვება და სიყვარული საკუთარი თავის. თითეული თავი სარკეა, ზოგჯერ მკაფიო, ზოგჯერ ბუნდოვანი, მაგრამ ყოველთვის რესურსული. ჩემი მიზანია შენ ამ სარკეში იპოვო საკუთარი თავი. არა მხოლოდ როგორც მკითხველმა, არამედ როგორც საკუთარ თავთან დიალოგში მყოფმა ადამიანმა. წიგნი შენ ჩემი სარკე ხარ არის გამოწვევა. გაბედო საკუთარ თავში ჩახედვა. დაეყრდნო სარკეს, რომელიც ირგვლივ ადამიანებში, ურთიერთობებში და საკუთარ ისტორიებში აირეკლება და რაც მთავარია, მიიღო ის რაც ხარ, ნამდვილი, დაუმალავი და სრული. მეორე ნაწილი. პიპე, სანამ გაიზრდებოდა დიდი. თავი. ზღაპარი შაშვი მგალობელი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მგალობელი შაშვი, რომელიც მთელს ჩიტების სამყაროში განთქმული იყო თავისი ვირტუოზული, საამური და სასიამოვნო ხმით. ის არჩეული იყო მგალობელ შაშვთა შორის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მგალობელთა დასის სოლისტი იყო. მას მთელს მსოფლიოში დაუღალავად ჰქონდა გასტროლები და ყოველ ჯერზე თავისი ხმით აკვირვებდა მსმენელს, თავის ნაცნობებს თუ თანამგალობლებს. ერთხელაც, როდესაც ის სახლში, თავის მშობლიურ არეალში გალობდა, მასთან მივიდნენ მისი ახალგაზრდა ბიძაშვილი შაშვები, ვისაც თვითონ და ისინი მას ბავშვობიდან იცნობდნენ. მათ მასთან ერთად წაუმღერეს. ოხ, რა კარგი ხმები გქონიათ თურმე, როგორ დამშვენებულა თქვენი გალობით აქაურობა, უთხრა მან. ახალგაზრდა მგალობლები კმაყოფილები დარჩნენ, განთქმული, აღიარებული მგალობლის ასეთი შეფასებით. მათ უთხრეს, ჩვენც გვინდა შენსავით, ყველას გავაგონოთ ჩვენი მშვენიერი, საამური და სასიამოვნო ხმები. იქნებ ჩვენც შევძლოთ, შენს მაგივრად მგალობელთა დასის სოლისტობა. განა უსამართლობა არ არის ასეთი ხმები, რომ იყოს დამალული სხვებისგან. განა არ იმსახურებენ ეს მშვენიერი, საამური და სასიამოვნო ხმები ისეთ მსმენელებს, რომლებიც შენ გყავს. ან ის მსმენელები განა არ იმსახურებენ შენს გარდა სხვა საამური, სასიამოვნო და მშვენიერი ხმების მოსმენას? მან გაიფიქრა, თითქოს ისინი ისე ფიქრობენ, როგორც მე, რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებსო, მაგრამ და აქ ის ცოტა სხვანაირად ჩაფიქრდა. მან ისე რომ არაფერი არ უთხრა თავის ახალგაზრდა ბიძაშვილ შაშველებს ამ საკითხის განსახილველად თავის მეგობართან წავიდა. მეგობარი, რომელიც სხვებისგან დაუნახავი იყო. მეგობარი, რომელიც ძალიან პატარა, შეუმჩნეველი იყო. მასთან ყოველთვის არ მიდიოდა რჩევის საკითხად, რადგან იცოდა, ის ყოველთვის რეალობას, სიმართლეს ეტყოდა. ხანდახან მასაც უნდოდა თავის მოტყუება, მაგრამ არა ამჯერად. მეგობარმა უკვე იცოდა, რას ეტყოდა და რა რჩევა სურდა მისგან, ამიტომ პირდაპირ დაიწყო. განა უსამართლობა არ არის, ერთი წამით წარმოიდგინე, რომ შენ მიეცი ის, რაც შენია და რა ხდება ამ დროს, შენ რას ხედავ? ისინი დგანან სცენაზე, გალობენ, დადიან გასტროლებზე, მთელ ჩიტების სამყაროში. ამ დროს შენ სად ხარ? მაყურებელთა სკამზე. განა ეს უსამართლობა არ არის? განა უსამართლობა არ არის შენი მშვენიერი, სასიამოვნო და საამური ხმის მოსმენით, სმენელი რომ ვერ ტკბება?
განა უსამართლობა არ არის მსმენელს არ ესმოდეს შენი გალობა? განა შენ არ აგირჩიეს მგალობელთა შორის რჩეულ მგალობლად? განა უსამართლობა არ არის არჩეულის დათმობა? ამ დროს ბიბემ არც დაასრულა ზღაპრის საკითხვა, ისე მიუბრუნდა იქვე მჯდომ მშობლებს, რომლებსაც ესმოდა ზღაპარი, რომელსაც ის კითხულობდა და უთხრა: აბა ყველაფერი ყველას გავუყავიო, რომ ასწავლით? მშობლებს გაეღიმათ ბიბეს საყვედურზე, თუმცა გაიფიქრეს, რომ მისი აღნიშვნა სამართლიანი იყო. არა, ბიბე, ყველაფერს ვერ გაყოფ და ყველას ვერ გაუყოფ. გაყავი ის და მაშინ, რაც შენსას არ დაგაკარგვინებს. უთხრეს მათ. ბიბემ ახლა იცის.